მოგესალმებით, მეგობრებო, ეთერშია GeoTrader-ი. დღეს გვექნება მიმოხილვა ტრადიციული ბიტკოინის, ეთერიუმის და რიპლის. საკმაოდ საინტერესო გუშინდელი დღე გამოდგა. როგორც ხედავთ, ბიტკოინზე აი ესეთი მწვანე სამთელი დაიხატა, საკმაოდ ძლიერი იმპულსი, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს პოზიტივს. დავიწყოთ მიმოხილვა, დავიწყებ შეხსენებით ტრადიციულად, რომ რას ნიშნავს ესა თუ ის ფიგურები გრაფიკზე, რომ ხვდებოდეთ. ეს ფიგურები არის ჩვეულებრივად მოცულობით კლასტერული ანალიზის ერთ-ერთი ინსტრუმენტის ფილტრაციები, რომელიც მიჩვენებს ამა თუ იმ ადგილას, სად დატოვა კვალი მსხვილმა მყიდველმა ან გამყიდველმა, ზოგადად ბაზრის მსხვილმა მონაწილემ. ესე იგი, დავიწყოთ დღიური ტაიმფრეიმით. დღიურ ტაიმფრეიმზე ეს არის დღიური ტაიმფრეიმი, მარკეტ პროფაილია გამოყენებული თვის. ისევ და ისევ, როგორც წინა განხილვაში ვთქვი, ჩვენ ვიმყოფებით ნოემბრის თვის მოცულობით ზონაში, აი ესეთ დიდ მოცულობით ზონაში, ფარგლებში 101.000, 82.000 დაახლოებით, რა თქმა უნდა, ვამრგვალებ. ჩემი ვარაუდი იყო, რომ ფასი ჩამოვიდოდა, წინა მიმოხილვაში რაც ვთქვი, სავარაუდოდ უფრო ველოდებოდი, რომ ფასი ჩამოვიდოდა 88.000-მდე, დაახლოებით აი აქამდე, აქედან, იმიტომ რომ CME-ის ბირჟაზე იყო გეპი ბიტკოინზე და ფას ჩვევია ასეთი რამ, რომ როცა ტოვებს გეპს CME-ის ბირჟაზე, შემდეგ ჩამოდის და გადაფარვა ხდება ამ გეპის. და შემდეგ უკვე გამოჩნდება, როგორ გააგრძელებს მოძრაობას. ამ ეტაპზე ამ გეპის გადაფარვა არ მოხდა, ფასმა ეგრევე აი კონსოლიდაცია შექმნა და ამ ბალანსიდან იმპულსურად გამოვიდა. ამ ბალანსში იმაში დიაპაზონში ჩამოსვლა იყო, რა თქმა უნდა, ტესტი. ამით მოხდა ტესტირება დეკემბრისთვის ზედა მოცულობითი ზონის ზედა ზღვრის და ასევე, რა თქმა უნდა, ერთბაშად აი ამ ნოემბრისთვის პიოსის დატესტვა. ხედავთ, ტესტავს ფასი ქვემოდან ამ ზონებს და შემდეგ იმპულსურად არღვევს. იმპულსი მოხდა ძალიან პოზიტიურ ფონზე, ეს იყო მსხვილი დადებითი დელტა და ძალიან დიდი მოცულობა. ეს რა თქმა უნდა კარგია, ეს არ იყო რაღაც, ასე ვთქვათ, ლიკვიდურობის მოხსნა ან რაღაც სტოპების მოხსნა და ისევ ჩამოსვლა. ეს იყო ძალიან ჯამრთელი ისეთი გარღვევა, სანდო. ახლა შევხედოთ აქედან გამომდინარე, საიდან შეიძლება, რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი არის ჯერჯერობით ლონგ პოზიციები, ლონგის გახსნა სადამდე და საიდან შეიძლება. ამ მომენტიდან ჩვენი ფასისთვის ფასმა დატესტა წინა თვეების ყველა ზღვარი, ყველა ეს ნიშნული, შესაბამისად უკვე პრიორიტეტში გადადის საკუთარი აი ამ მიმდინარე იანვრისთვის საზღვრები. როგორც ხედავთ, დატესტილია ზედა ზღვარიც, ქვედა ზღვარიც, შესაბამისად. ეხლა საკუთარი ზედა მოცულობითი ზონის VAH-იც გაარღვია და შესაბამისად, როგორც წინა ვიდეოში ითქვა, რომ პირველი თარგეტი არის 96.000, ზუსტად ამ ნიშნულიდან მივიღეთ რეაქცია, ეხლა ხდება უბრალოდ
კორექციას ველოდები 93,000-მდე დაახლოებით 93,000, ანუ მიმდინარე თვის ზედა ზღვარი მოცულობითი ზონის, საიდანაც ისევ და ისევ ველოდები აღმავალი ტრენდის გაგრძელებას, შემდეგი თარგეტით 101,000 რომ დავამრგვალოთ. 101,000 იქნება ნოემბრისთვის მოცულობითი ზონის ზედა ზღვარი, რომელიც ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ არის დატესტილი. ოკეი, ჯერჯერობით ასეთია გეგმა, ველოდებით 93-ს, მით უმეტეს ეს არის გუშინდელი დღის სანთელი, არანაირი ანომალიური კლასტერი, დიდი მოცულობები 96,000-ზე არაფერი აბსოლუტურად არ დაფიქსირებულა. უბრალოდ ფასს სჭირდება ერთგვარად დასვენება, ეს ხდება უბრალოდ ჩვეულებრივი კორექცია და შემდეგ ჩემი აზრით ისევ უნდა გააგრძელოს აღმავალი მოძრაობა. ოკეი, შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ეხლა გადავიდეთ 4 საათიან ტაიმფრეიმზე ბიტკოინის. 4 საათიანზეც ზუსტად ერთ-ერთში იგივე სიტუაცია, არაფერს სხვას განსხვავებულს არ მიჩვენებს 4 საათიანი ტაიმფრეიმი, აქ უკვე გამოყენებულია მარკეტ პროფაილი კვირის, შესაბამისად თითოეული ეს მოცულობითი ზონა არის ერთი კვირა. ეს უკვე მიმდინარე კვირაა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. აქაც ვხედავთ, მოდით კლასტერული რეჟიმი ჩავრთოთ, ვნახოთ რა ხდება. ჩვეულებრივად არანაირი მსხვილი მოცულობები, მით უმეტეს ანომალიები ზემოდან სანთლებს არ აქვთ. ჩვეულებრივი კორექცია ხდება, ისევ და ისევ, როგორც ვთქვი, ფასის მიზანი არის მხარდაჭერა, პირველი მხარდაჭერა იქნება და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დიაპაზონი 93,700-დან 93-მდე დაახლოებით. 93,700-93. მოკლედ, დავიმახსოვროთ 93 ბევრად ჯობია. რა თქმა უნდა, მოელით იმას, რომ ცენტში 93 შეეხება თუ არა, ეგრევე გააგრძელებს შემდეგ შემოbrunდება და გააგრძელებს აღმავალ მოძრაობას, uptrends. შეიძლება ცოტა ხანი გაჩერდეს, დატესტოს და შემდეგ უკვე რაღაც დროის მონაკვეთის შემდეგ მიიღოს შესაბამისი რეაქცია. ოკეი, ანუ აქაც იგივეა ჩვენი მხარდაჭერა, მოცულობითი მხარდაჭერა 93,000 და შემდეგი თარგეტი იქნება 96. თუ გავარღვიეთ უკვე, ეს არ იყო ჯერჯერობით გარღვევა, უბრალოდ შევეხეთ და იწყება კორექცია. 96 თუ გავარღვიეთ, შემდეგი თარგეტი, შემდეგი მიზანი იქნება დაახლოებით 100-დან 101,000-მდე ეს დიაპაზონი. ვნახოთ, შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გადავიდეთ ეთერიუმზე, დავიწყოთ დღიური ტაიმფრეიმით. მარკეტ პროფაილი ჩვეულებრივად თვის. ვხედავთ მიმდინარე თვეს, იანვარს. ჩამოვედით დაახლოებით 3,000-მდე ვერ მივაღწიეთ. აი აქედან ჩამოსვლის შემდეგ მოდით მარკეტ პროფაილს დროებით გავთიშავთ, რომ შეხედოთ რამხელა მოცულობები დაფიქსირდა აი ამ ჩამოსვლის შედეგად. ჯერ ერთი მივაქციოთ ყურადღება ზოგადად აი ამ მოძრაობას. ყოველ მინიმუმზე, როგორც კი ფასი ჩამოდის, ხედავთ, რომ ქვემოდან ფიქსირდება გარკვეული ანომალიები. ძირითადად ქვემოდან არის. კი, ზემოდანაც არის, მაგრამ ეს ზემოდან მაგალითად ეს ანომალია რაც დაფიქსირდა, გამოიწვია უბრალოდ კორექცია ფასის. ანუ რაღაც გრანდიოზული დაშვება არ მომხდარა, რაღაც სერიოზული მინიმუმების მოხსნა არ მომხდარა, მოხდა უბრალოდ კორექცია. შემდეგ ხედავთ ყოველ მინიმუმზე
თითქოს ვიღაც ამ მთელ შეთავაზებას საკუთარი ლიმიტებით ისრუტავს. შესაბამისად ვხედავთ აი ამ შექმნილ აღმავალ მოძრაობას. ტალღობრივად მოძრაობს ეს ფასი ამ შემთხვევაში. ისევ მივაღწიეთ 3300 დაახლოებით, ისევ კორექცია და ყოველ ჯერზე ნახეთ ყოველ სანთელს დააკვირდით. ქვემოდან ისევ ანომალიური მოცულობები, ისევ ჩამოსვლა ძალიან ბევრი ერთბაშად ანომალია და ფასი ჩერდება. ანუ ყოველ ამ ანომალიაზე ფას აქვს რეაგირება, ხო? ანუ ის არ აგრძელებს კი, აი ამ პატარა მოცულობის შემდეგ გააგრძელა ჩამოსვლა, მაგრამ ძირითადად აი გლობალურად ერთიანად რომ შევხედოთ სურათს, ვხედავთ რომ ეს ჯამში ეს მოცულობები აჩერებენ ფასს. შესაბამისად აქ კორექცია გაჩერდა, მსხვილმა მონაწილემ დააგროვა პოზიცია დააგროვა და შემდეგ დავინახეთ AS იმპულსი, გუჩინდელი იმპულსი. აღსანიშნავია ისევ ამ შემთხვევაშიც, როგორც ბიტკოინზე, ამ იმპულსის შედეგად სანთლის პიოსი, მსხვილი ნიშნული სანთლის ფარგლებში, კონკრეტული სანთლის ქვემოდან არის, რაც კარგია, რა თქმა უნდა, იმპულსის წამოწყება, ინიცირება მოხდა ქვემოდან. ასევე ზემოდან ხედავთ, რომ არანაირი მსხვილი მოცულობები, არანაირი ანომალიები მით უმეტეს არაფერი ფიქსირდება. ეხლა დღეს უბრალოდ ხდება კორექცია. მოდით ეხლა შევხედოთ, სადამდე შეიძლება მოხდეს კორექცია და საიდან შეიძლება ისევ განახლდეს ეს მოძრაობა, აპტრენდი. ვინაიდან წინა თვეების საზღვრები დატესტილია და ფასის უპირველესი მიზანი, რახან აღმავალი მოძრაობა ზედა ზღვარი იყო, ნიშნული 3400, რაც წინა ვიდეოშიც მქონდა ნათქვამი, უბრალოდ მე ველოდებოდი უფრო ისევ აი გეპი იყო 3000-ის ნიშნულზე, CME-ის ბირჟაზე. მე ჩემი ვარაუდით ჩამოვიდოდა ფასი, გებს გადაფარავდა და შემდეგ გააგრძელებდა აპტრენდს, თუმცა მოხდა სხვანაირად, მაგრამ პირველი თარგეტი, პირველი მიზანი მიღწეულია, ეს იყო ნიშნული 3400, უბრალოდ შევეხეთ და ეხლა ხდება კორექცია. კორექცია ჩემი აზრით მოხდება დაახლოებით ნიშნულებამდე 3180, 3200, მოდით დავამრგვალოთ 3200, 3180, საიდანაც ისევ შეიძლება განახლდეს აღმავალი მოძრაობა. ასევე ყურადღებით უნდა ვიყოთ, შეიძლება ფასმა კი განაახლოს აღმავალი მოძრაობა ამ ნიშნულებიდან, მაგრამ მოხსნას უბრალოდ აი ეს high მაქსიმუმის ლიკვიდურობა ზემოდან მოხსნას და ისევ დაბრუნდეს ამ მოცულობით ზონაში. ეს იქნება ცუდის მანიშნებელი. ეს არ იქნება პოზიტიური სიგნალი, შეიძლება შემდეგ ფასმა გააგრძელოს დაშვება უკვე ქვედა ზღვრამდე. რახან დაბრუნდა ამ მოცულობით ზონაში, ნოემბრისთვის მოცულობით ზონაში, თუ დაბრუნდება, თუ უბრალოდ სვიფი მოხდება, ანუ ლიკვიდურობის მოხსნა აი ამ ჰაიზე და ისევ დაბრუნება მოცულობით ზონაში. თუ მოხსენით სრულფასოვანი მოხსნა მოხდა ამ მაქსიმუმის და შემდეგ დატესტვა ნიშნული 3400, შემდეგი მიზანი იქნება უკვე დიაპაზონი 3700-დან 3800-მდე დაახლოებით. გონი ეს გასაგებია, მოდით გადავიდეთ ახლა კვირის ტაიმფრეიმზე. კვირის ტაიმფრეიმზე კი არა და საათიან ტაიმფრეიმზე, უბრალოდ
სადაც გამოყენებულია კვირის market profile. 3400-დან მივიღეთ ახლა რეაქცია, ისევ და ისევ ზემოდან არანაირი 4 საათიანის კი 4 საათიანი სანთელის ზემოდან კი დაფიქსირდა მოცულობა ზემოდან მოხდა აი ამ მსხვილი მოცულობების დაფიქსირება, თუმცა ეს არ არის რაღაც ანომალიები, რაღაც ისეთი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული კორექცია. უბრალოდ ხდება ჯანმრთელი ჯანსაღი კორექცია, რაც ხდება ჩვეულებრივად ნებისმიერი იმპულსის შემდეგ. ისევ და ისევ, როგორც გითხარით, მიზანი იქნება 3200 დაახლოებით. 3200-ის აი ეს ნიშნული არ არის, კი გავარღვიეთ კარგად, მაგრამ დატესტილი არ არის, სავარაუდოდ ჩამოვალთ, დავტესტავთ და ისევ გავაგრძელებთ აღმავალ მოძრაობას. უკვე 1 საათიანი ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, უფრო სწორად კვირის market profile-დან, აი ამ მოცულობითი ზონებიდან გამომდინარე, აქ ჩანს, რომ 3462-ზე ფასი შეხვდება კიდევ ერთ წინააღმდეგობას და შემდეგ, ვნახოთ როგორი რეაგირება ექნება. შემდეგი აქტივი იქნება XRP, ვიწყებთ დღიური ტაიმფრეიმიდან. აი ამ იმპულსის შემდეგ მოხდა ფიქსინგი, ანუ მსხვილმა მონაწილემ გარკვეული საკუთარი პოზიციები დააფიქსირა, რის შემდეგაც საკმაოდ ღრმა კორექციას ვხედავთ. როგორც წინა მიმოხილვაში ვთქვი, დაახლოებით აი ამ ზონაში ველოდებოდი, პირველი მხარდაჭერა მოცულობითი არის ამ ზონაში, შესაბამისად მოვედით ამ ზონაში, ეს ზონა არის 2-დან 2.06-მდე დიაპაზონი, შემდეგ ხედავთ შავი სანთელი, ქვემოდან დაფიქსირდა მსხვილი მოცულობა, რომელმაც გამოიწვია ეს რეაქცია, ესეთი იმპულსური რეაქცია. ახლა ხდება უბრალოდ კორექცია, კორექციას ველოდები ნიშნულამდე 2 დოლარი 10 ცენტი, ეს იქნება ამ თვის მოცულობითი ზონის პიოსი, შემდეგ ისევ განახლებას აღმავალი მოძრაობის აპტრენდის. თუ ამ ზონამ ვერ გაუძლო, შეიძლება კიდევ ერთხელ ჩამოვიდეთ ამ დიაპაზონში და შემდეგ კიდევ ერთი იმპულსი დავინახოთ ზემოთ. მაგრამ თუ ამ ზონამ ვერ გაუძლო და ფასმა გადალახა და გაარღვია, შემდეგი მხარდაჭერა მისთვის იქნება წინა თვის, დეკემბრის თვის პიოსი, ნიშნული დაახლოებით ნიშნული $88. და შემდეგ უკვე იმ მომენტში უნდა შევხედოთ რა მოხდება, რა რეაქციას მიიღებს ფასი. თუ ფასმა გარკვეული რეაგირება მიიღო ამ ნიშნულიდან და გააგრძელა აღმავალი მოძრაობა, კი ბატონო, თუ ვერა და შეიძლება უკვე აი ამ მინიმუმის მოხსნა მოხდეს. მაგრამ ეს ცოტა ისეთი სცენარია. თან პესიმისტური, თან ცოტა არარეალური აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ესე იგი, როგორც თქვი, პირველი მხარდაჭერა ფასისთვის იქნება ნიშნული 2.10, საიდანაც თუ განაახლა აღმავალი მოძრაობა, ვინაიდან ეს არის ამ მიმდინარე თვის market profile, ხო? უფრო სწორად მოცულობითი ზონა, შესაბამისად ეს საზღვრები შეიძლება შეიცვალოს, მაინც და მაინც დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ მიმდინარე თვის საზღვრებს. თუ აღმავალი მოძრაობა გაგრძელდა,
საკუთარი შეიძლება უკვე თუ პიოსი უпростоრად უკაცრავად პიოსიდან საკუთარი პიოსიდან თუ მიიღო აღმავალი რეაქცია და გააგრძელა აღმავალი მოძრაობა ეს ნიშნავს იმას რომ უკვე საკუთარ საზღვრებს აქცევს ყურადღებას ფასი საკუთარი ანუ ამ მიმდინარე თვის საზღვრებს უკვე აქცევს შესაბამისად მიმდინარე თვის VAH-ი ზედა ზღვარი იქნება მისთვის პირველი წინააღმდეგობა 2.26 თუ გადავლახეთ და ზემოდან დავტესტეთ შემდეგი წინააღმდეგობა იქნება ნიშნულზე 2.37 დაახლოებით და შემდეგი 2.67 და ასე ვთქვათ რიგრიგობით რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ ერთი იმპულსით ეს შეიძლება გადალოხოს თუმცა ეგეც არაა გამორიცხული მაგრამ იმ მომენტში უნდა შევხედოთ აი ასეთი გამოვიდა დღევანდელი მიმოხილვა ამით ვასრულებ მეგობრებო კიდევ ერთხელ გახსენებთ რომ მაქვს Telegram არხი სადაც გიწვევთ იმიტომ რომ იქ უფრო ოპერატიულად და უფრო სწრაფად იდება აი ეს განახლებები რაც ხდება ამ აქტივებზე და არა მარტო ამ აქტივებზე ზოგადად ძალიან აქტივ სხვა აქტივებსაც ვაკვირდები და დრო და დრო ასე ვთქვათ ჩემს აუდიტორიასთან ხდება გაზიარება საკუთარი ჩემი აზრების სხვადასხვა აქტივებზე რა ხდება და ზოგადად კრიპტობაზარზე რაც ხდება ჩემი აზრით საინტერესოა შეგიძლიათ შემომიერთდეთ შეაფასოთ ინფორმაციის ხარისხი ასევე გიწვევთ ჩემს უკვე არხის Telegram chat-ში სადაც ერთმანეთს სხვადასხვა აზრებს და იდეებს ვუზიარებთ ძალიან საინტერესო მიმოწერა ხდება ხოლმე მანდაც გთხოვთ ასევე არ გამოგრჩეთ ლაიქი და გამოიწერეთ ვისაც გამოწერილი არ გაქვთ ჩემი არხები დიდი მადლობა ყურადღებისთვის მომავალ შეხვედრამდე